საქმე წმინდათა მოციქულთან, თავი მეშვიდე. რქუა მას მღვდელთ მოძღვარმან მან, უკვე თუ ესე ესრეთ არსა, ხოლო მან რქუა, კაცნო, ძმანო და მამანო, ისმინეთ ჩემი, ღმერთი დიდებისაი ეჩვენა მამასა ჩვენსა აბრაამს, ვიდრე იყოღა იგი შუა მდინარეს, პირველ დამკვიდრებისა მისისა ქარანს შინა და რქუა მას. გამოვედ ქვეყანისაგან შენისა და ნათესავისაგან შენისა და მოვედ ქვეყანად რომელი მე გიჩვენო შენ. მაშინ გამოვიდა ქვეყანისაგან ქალდეველთასა და დაეშინა ქარანს შინა და მიერ შემდგომად სიკვდილისა მამისა მისისა დაამკვიდრა იგი ქვეყანასა ამას, რომელსა ესე აწ თქვენ დამკვიდრებულ ხართ და არა სამას სამკვიდრებელი მაშინა არცა ფერხის წარს ადგმელ. და აღუთქვა მიცემად მას იგი სამკვიდრებლად და ნათესავსა მისა შემდგომად მისა და არა ესვა მას შვილი. ეტყოდა მას ღმერთი ესრეთ, ვითარმედ მწիր იყოს ნათესავი შენი ქვეყანასა უცხოსა და დაიმონებდნენ მათ და ძვირსა უყოფდნენ 400 წელ. და ნათესავი იგი რომელსა ჰმონებდნენ საჯომე ქვა უფალმან და ამისა შემდგომად გამოვიდნენ და მსახურებდნენ მე ქვეყანასა ამას და მოსცა მას ჯული წინა დაცვეთისაი და მან შვა ისააკ და წინა დასცვითა მას მერვესა დღესა და ისააკმან იაკობსა და იაკობმან 12-სა მათ მამათ მთავართა და მამათ მთავარნი იგი ეშორებოდეს იოსებს და განყიდეს იგი ეგვიპტეს და იყო ღმერთი მისთანა და განარინა იგი ყოველთაგან ჭირთა მისთან და მოსცა მას მადლი და სიბრძნე წინაშე ფარაო მეფისა ეგვიპტელთაისა და გაადგინა იგი მთავრად ეგვიპტესსა ზედა და ყოველსა ზედა სახლსა მისსა. იყო სიყმილი ეგვიპტეს და ყოველსა ქვეყანასა ქანანისასა და ჭირი დიდი და არა ჰპოედეს საზრდელსა მამანი ჩვენი. ხოლო ესმა იაკობს ვითარმედ არს საზრდელი ეგვიპტეს, წარავლინა მამანი ჩვენი პირველად და მეორესა ჯერსა გამოეცხადა იოსებ ძმათათვისთან და განეცხადა ფარაოს ნათესავი იოსებისი. და მიავლინა იოსებ და მოუწოდა მამასათვისა იაკობს და ყოველსა ნათესავსა მისსა სულსა 315-სა. და შთავიდა იაკობ ეგვიპტედ და აღესრულა იგი და მამანი ჩვენი და მოიხუნეს იგინი სვიქემდ და დაისხნეს საფლავსა მას, რომელ მოიგო აბრაამ სასყიდელთა ვერცხლისაითა ძეთაგან ემორისთა სვიქემს. დავითარცა მოეახლა ჟამი იგი აღთქმისაი, რომლისათვის ეფუცა ღმერთი აბრაამს, აღორძინდა ერი იგი და გამრავლდა ეგვიპტეს შინა. ვიდრენდის აღდგა სხვა მეფე ეგვიპტესაზე და რომელმან არა იცოდა იოსებ. ესე მძლავრობდა ნათესავსა ჩვენსა და ბოროტსა უყოფდა მამათა ჩვენთა და გარე განუთხევდა ყრმათა მათთა და ითა არა ცხომდნენ, რომელსა ჟამსა იშვა მოსე. და იყო იგი მკვიცხრ წინაშე უფლისა და იზრდებოდა 3 თვის სახსა შინა მამისათვის ისასა. დავითარცა განაგდეს იგი გარე, აღიქვა იგი ასლუმან ფარაოისმან და განზარდა იგი თავისათვის ისა შვილად. და განისწავლა მოსე ყოვლითა სიბრძნითა მეგვიპტელთაითა და იყო იგი ძლიერ სიტყვითა და საქმითა მისითა. დავითარცა აღესრულნეს 40 წელნი ჟამთა მისთანი, მოუხვდა გულსა მისსა მიხედვად ძმათათვის და ძეთა ისრაელისათა. და იხილა ვინმე დაწუნებული ერეოდა და ყოველ შურისგებაი დაწუნებულისა მისთვის და მოკლა მეგვიპტელი. გონებდა ვითარმედ გულისმაყო ძმათა მისთა რამე თუ ხელითა მისითა მოსცეს მათ ღმერთმან ცხოვრებაი, ხოლო მათ არა გულისმახვეს. ყვალად მეორესა დღესა იხილნა ვინმე მოლალენი და დააგებდა მათ მშვიდობა და რქუა, კაცნო თქვენ ძმანი ხართ, რაისათვის ავნებთ ურთიერთარს, ხოლო რომელი იგი ავნებდა მოყვასა აჭენა მას და რქუა, ვინ დაგადგინა შენ მთავრად და მსაჯულად ჩვენზე და ანუ ჩემიცა მოკლა იგნებას ვითარცა იგი მოჰკალ გუშინ მეგვიპტელი იგი და იუტოდა მოსეს სიტყვით ამით და მწიროდა იგი ქვეყანასა მადიამისასა, სადა იგი ესხნეს ორზე. და ვითარცა აღესრულნეს 40 წელნი, ეჩვენა მას უდაბნოსა მთისა სინასასა ანგელოზი უფლისაი ალითა ცეცხლისაითა მაყლოვანით. ხოლო მოსე იხილარაი დაუკვირდა ხილვა იგი და ვითარა მივიდოდა განცდად იყო მისა მიმართ ხმაი უფლისაი. მე ვარ ღმერთი მამათა შენთაი, ღმერთი აბრაამისი, ღმერთი ისააკისი და ღმერთი იაკობისი. შეწუნდა მოსე და ვერ ეძლო განცდად. რქუა მას უფალმან, წარიხადენ სანდალნი ფეხთაგან შენთა რამე თუ ადგილი ეგე რომელსაც ედას დგა ქვეყანა იწმინდა არს. ხილვით ვიხილე ჭირი ერისა ჩემისაი, რომელ არს ეგვიპტეს და სულთქმანი მათ მიმესნეს და გარდა მოუხედ განრინებად მათთა და მოვედ მიგავლინო შენ ეგვიპტედ.
ესე მოსე, რომელი უარყვეს და თქვეს, ვინ დაგადგინა შენ მთავრად და მსაჯულად ჩვენზე და ესე ღმერთმან მთავრად და მხსნელად მოუვლინა ხელითა მის ანგელოზისაითა, რომელი ეჩვენა მაპყლოვანსა მაშინა. ამან გამოიყვანა იგინი და ქმნა ნიშები და სასწაულები ქვეყანას ამას ეგვიპტისასა და ზღვას ამას მეწამულსა და უდაბნოსა ზედა 220 წელი. ესე არის მოსე, რომელმან იგი რქვა ძეთა ისრაელისათა, ვითარმედ წინასწარმეტყველი აღგიდგინოს თქვენ უფალმან ღმერთმან თქვენმან ძმათაგან ჩვენთა, ვითარცა ესე მე მისი ისმინეთ. ესე არის, რომელი იყო კრებულსა მასთანა უდაბნოსა ზედა ანგელოზისა მისთანა, რომელი ეტყოდა მას მთასა სინასა და მამათა ჩვენთა, რომელმან შეიწყნარა სიტყვანი იგი ცხოვრებისანი მოცემად ჩვენდა, რომელთა არა ინებეს დამორჩილებად მამათა მათ ჩვენთა, არამედ განიშორნეს და მიიქცეს გულითა მათითა ეგვიპტეთ. ეტყოდეს აარონს, მიქმნენ ჩვენ ღმერთნი, რომელნი წინა მიძღოდიან ჩვენ, რამეთუ მოსე ესე, რომელმან გამომიყვანა ჩვენ ქვეყანით ეგვიპტით, არა ვიცით თუ რა შეემთხვია მას. და ქმნეს ხებოი მათ დღეთა შინა და შეწირეს მსხვერპლი კერპისა მის და იხარებდეს ქნულსა ხელთა მათთასა. მოაქცინა და მისცნა იგინი ღმერთმან მსახურება ძალთა ცისათა, ვითარცა წერილა არს წინისა წინასწარმეტყველთასა. საკლებსა, ნუ და მსხვერპლსა შესწირდით ჩემ და უდაბნოსა ზედა 220 წელს სახლო ისრაელისაო და აღიღეთ კარავიგი მოლოქისი და ვარსკვლავი ღმთისა თქვენისა რემფაისი, კერპნი იგი, რომელ ქმნენით თაყვანის საცემელად და მიგხადნე თქვენ მიერ კერძო ბაბილონისა. კარავიგი საწამებელი იყო მამათა ჩვენთათან უდაბნოსა ზედა, ვითარცა იგი უბრძანა, რომელი იგი ეტყოდა მოსეს საქმეთ მისამ, მსგავსად ხატისამის, რომელი იგი ეხილვა. რომელცა იგი შემოიღეს მამათა ჩვენთა შემდგომითი შემდგომად იესუისთანა, დამკვიდრებასა მას წარმართასა, რომელნი იგი მოსრნა ღმერთმან პირისაგან მამათა ჩვენთასა, ვიდრე დღეთადმდე დავითისთან. რომელმან პუამადლი წინაშე ღმთისა და ითხოვა პოვნად საყოფელი ღმთისა იაკობისი. ხოლო სოლომონცა უშენა მას სახლი, არამედ არათუ მაღალიგი ხელით ქმნულთა ტაძართა შინა დამკვიდრებულ არს, ვითარცა წინასწარმეტყველი ითქვის. ცანის საყდანი ჩემი და ქვეყანაი კვარცხლბეკი არს ფეხთა ჩემთაი, ვითარის სახლი მიშენოთ მე თქვა ღმერთმან, ანუ რაიმე ადგილი იყოს განსასვენებელისა ჩემისაი. ანუ არა ხელმან ჩემმა შექმნა ესე ყოველი, ქედბიც ხელნო და წინა დაუცვეთელნო გულითა და სასმნელითა, თქვენ მარადი სულსა წმინდასა ანტაკრად წინა აღუდგებით, ვითარცა მამანი თქვენი ეგრეცა თქვენ. რომელნიმე წინასწარმეტყველთაგანი არადევნეს მამათა თქვენთა და მოსყიდნეს, რომელნი წინა ის წაკუთხოვდეს მოსვას ამას მართლისა, რომელსა იგი თქვენ შინა გამცემელ და მკვლელ იქმნენით, რომელთა მოიღეთ სჯული ბრძანებისა ევანგელოსთაისა და არა დაიმარხეთ. ხოლო მათ ვითარცა ესმოდა ესე განიხილხებოდეს გულითა მათითა და იღჭერდეს მისე და კბილთა მათთა. ხოლო იგი სავსე იყო სულითა წმინდითა, ახედნა ცად და იხილა დიდება ღმრთისაი და იესო მდგომარე მარჯვენით ღმრთისა. და თქვა, აჰა ესე რა ვხედავთ სათა განხმულთა და ძესა კაცისასა მარჯვენით ღმრთისა მდგომარესა. ხოლო მათ ხმითა მაღლითა ღაღადყვეს და ხელმიყურთა შეისხნეს და მihmartes ერთბამად მიზედა და განიყვარეს გარეშე ქალაქსა და ქვასა დაჰკრებდეს და მკვლელნი იგი დასდებდეს სამოცელსა მათსა ფეხთათანა ჭაბუკისა ვისთამე, რომელსა სახელი ერქვა საულე და ქვასა დაჰკრებდეს სტეფანეს, ხოლო იგი ილოცვიდა და იტყოდა, უფალო იესო ქრისტე, შეიუდრეს სული ჩემი. დაიდგნა მუხლნი და ხმითა დინითა თქვა, უფალო, ნუ შეურაცხ ამათ ცოდვას ამას და ესე ვითარცა თქვა, დაიძინა.